ყველაფერს იწერს. გარეხმასაც და თვითონ კომპიუტერის. ჩართე? მეორე კურსს ავსწავლეთ ამას. მზიური ქვია სკოლას. თბილისში არის. თბილისში. თქვენ რუსთავია? ხო, მე რუსთავი. იქაც ონლაინ ვასწავლე. კაი, მოკლედ ხა ჩვენი დავალება არის რომ მოვარტყ ამას და გაქრება. უნდა დააგდოს ბულეთი. რაღაც ობიექტი დავაგდებინოთ და მაგას რო აიღებს მე ჩვენი პლეიერი მოიმატოს ხოლმე ბულეთების რაოდენობა რა. კაი, მაგისთვის რამე ობიექტი შევქმნათ აქ. 2D ობიექტი, ხო, იმართალი ხარ. 2D ობიექტი იყოს მაგჩუნწორი ჩავმატოთ რა. მე ჩავამატოთ, მე შევცვლით უბრალოდ რა. ეხლა ობიექტის გაჩენა ხო გვეწერება და ფოტოს ჩაუნაცვლებ მე და ნებისმიერ დროს ის. აი თითქოს პაჭკა რო იყოს ელემენტების. ხო, რაღაც ეგეთი. აი, ეხლა შეგვიძლია დავსერჩოთ რაღაც space shooter PNG მინდა. მასოფა იმაზე ვფიქრობ, აი როიში რო. ეს? არა, ვსევით. ესა? ორ ავწოდა იტყობოდეს. აი ესეთ რაღაც რაკეტები შეგვიძლია, რაკეტა იყო, რა ვიცი, მე მოვიფიქროთ რა. რა მე არ მიძებნია ხა მაგის დიზაინი დიდად და მე უფრო კარგად მოვძებნი და. არა, არ არის ბევრი კურჩი. ხო. კაი, უბრალოდ სკვერი შექმნი რა, შექმნე? ხო. კაი. დავაპატარავოთ ცოტა. სადღაც 0.3 რო იყოს x-ზე და y-ზე scale-ზე. პატარა იყოს რა. ასეთი. იყოს თეთრი ჯერჯერობით და დავარქვათ. ამოდავარქვათ, ხო? ანუ როგორ გავაკეთოთ, იცი, განა ერთ აღებაზე ერთი მოემატოს ხოლმე. არამედ რაღაც დავარენდომოთ რა. თქვათ, რო აიღებ 1-დან შეიძლება 20-მდე მოგცეს, შეიძლება 19 მოგცეს თუ გაგიმართლა, ან 20, ან შეიძლება 1 ან 2 მოგცეს რა. შემთხვევით რიცხვს არჩევს და მაგ რაოდენობას მოგცემს. ხო, ამოირქვას ამას. და ეს ვაქციოთ პრეფაბად. პრეფაბის ფოლდერში გადავიდეთ, მოვნიშნოთ. ამას ამოვიღოთ და ჩავაგდოთ აქ. სცენიდან წავშალოთ. აგეთ ხო? ოკეი. კაი, ახლა ნაბიჯ რომ მივყვეთ, ჯერ პირველ რიგში რაც გვინდა არის რომ იმ enemy-მ, როცა გაქრება და განადგურდება, მაშინ დატოვოს ეს, ხო? ესე ვთქვა, თვითონ რომ გაქრება, ეს გააჩინოს რა. ამიტომ enemy script-ში უნდა შევიდეთ, ხო? enemy script-ი გავხსნათ. აქედან შეიძლება script-ის გახსნა, აქ 3-ზე დააჭერ edit script კომპონენტიდან. ხო, ან script-ებიდან შეიძლება რომ უჯერ დააჭეროთ შევა. მას ეს Photoshop-ის არის? აი რო წერია. Illustrator-ი. მას Mac iOS-ი ხდება განახლება. როგორ? Mac iOS-ი ხდება, ანუ ხდება განახლება. ხო. აქ არის წესით. რომელი აყენია? მე ეს აყენია. 15.4.1. ნუ 20-ის არის ეს ლეპტოპი. ცოტა მოძველდა ისეც. არა, 5 წელი გავიდა უკვე. ეხა იმ 4 არის თან გამოსული. მას მე რომ მოწესიც, ანუ მაგოქს ამან რაღაცნაირად ეკრანის. ანუ გეიმინგისთვის არის ის Asus ROG Zephyrus ვიყია. ხო. და მეორე არის, ანუ ჩოლებრივ Asus ZenBook მეგონი. ხო, ანუ სახელი.
ზემოხ უკან დაზოლირება ის რაღაცა აი აქ. ხო. აქვს დაზოლირება რაღაცა ხაზი. ნახე სათო უნდა. მაგოქს იმასაც ანოვარია. კომფორტული არის ხო, ზომაც ისეთი აქვს რომ აი უნდა ჩაუჯდე და ეგეთი ლეპტოპია რა. მოიგდო. დივანზე. კაი, საშინდა. კაცი ხსნა უცხო გაჭედა რაღაცა. Okay, ჩვენ გვიდა enemy script. enemy script-ში სად გვიწერია ამის გაქრობა? პირდაპირ destroy გვიწერია. პირდაპირ destroy გვიწერია. ანუ პრინციპში შეგვიძლია აქ ჩავწეროთ ეგ, მაგრამ ხო არ ჯობია რომ რაღაც damage ფუნქცია შევქმნათ ამასაც რა. ეგრე ჯობია მეგონა player script-ში როგორც გვაქვს აი ეს void damage-ი. პრინციპში ეგრევე ვაკრობთ, ხო? მან გამოსახული არის იქ დავიწერე. ხო? არ damage-ს მე ვიძახებთ player-ის შემთხვევაში იქ on collision enter-ზე. აი, enemy-ს რო საეჯახება. ანუ იქ თუ enemy script-ში. ხო, enemy script-ში საერთოდ არ წერია ეგ damage-ი, არ არსებობს აქ. პირდაპირ წერია რომ ხო, პირდაპირ წერია რომ გაქრეს რა, ეს bullet player-ი რომ მოხდება, ეგრევე ქრება. რა, პრინციპში შეგვიძლია რომ დავტოვოთ ეგრე. on collision და on trigger. კაი, მოდი damage არ გვინდა მაშინ თუ რამე მე დავამატებთ და ეხლა დავამატოთ ცალკე ფუნქცია რო იყოს, რომელიც გააჩენს იმ ობიექტს რა წეღარი. რო შევქმნით, ამო რო დავარქვით. კაი, მაგისთვის ზევით შევქმნათ shoot-ში ეს არ არის, header-ი ხო არ შევქმნათ ახალი. მასკარი ხო არ მოგიხურა? ხო, ხმაურისთვის. ეგია. კაი, header-ს დავარქვით. drop ან რაღაც ეგეთი დავარქვათ რა. ხო, დადროპოს ამ. ხო. და აქ იყოს ახალი ცვლადი public float game object. ხო, game object უნდა დადროპოს. ეს ხო game object-ია. რა რიცხვით დადროპოს? ანუ რამდენი ბულეთი მოგცეთ? მაგას მე ჩავწერთ. public game object. დავარქვით. ემო. იმასაც დავარქვით რა. ხო, იდენტურად არა უყონთ, ან შესაბამისად ვარქვით, რომ ამას ჩავაგდებთ მე აქ. ჩანს კარგად მაგიდა? კაი, ეს გვაქვს იმისთვის, რომ წვდომა გქონდეს ამ ობიექტზე. რომ მაგას უთხრათ, რომ ჩავწერთ, რომ ეს გაჩნდეს და ამაშიაც იქნება ჩაგდებული, ეს იქნება, ეგ გაჩნდება. ეხლა ამის დაბლა შევქმნათ void-ი, ცალკე ფუნქცია. მას ცვლადები ხია. რა დავარქვათ ამას? ესენი ცვლადები არის. spawn emo. ან drop-ი რაღაც არის drop იყოს, drop emo. და ისე ხო არ გავაკეთოთ, რომ გაჩნდება, თქვა თუ ვერ მიასწარე და ვერ აიღე, ანუ სამუდამოდ არ დავტოვოთ რა, რამდენიმე წამში გავახროთ ხოლმე, მე მგონი ეგრე უკეთესი იქნება, ხო? კაი, მაშინ აქ ისევში გამახსენე ამას. პატარა ყავი ბაბუაშენს ხონდა ამას რაღაცა ძველი ტელეფონი. აი ეს კლიკები რო აქვს, მას მანდ იყო დაახლოებით ეგეთი თამაში. ხო, ეს ძველი ის არის. ერთ-ერთი პირველი თამაშია, რაც შეიქმნა რა.
Space Invader თუ რაღაც ეგრე ერქვა პირველ თამაშს. First video game Space War. To Space Invader შეიძლება. ეგარ Space Invader. ნახე ვიღა მოიყურება და 68. ეს ფარის პონჩია? ხო, აი კიდან ისროს. და ხო, ის იმ რაღაცებს იმაშება. ამტრებენ რა ისინი. ჩვენ თამაშია რა. მე მგონი ეს ცოტა უფრო გვიანი არის, იმიტომ იმას Space Warrior ყვა. First ეს წარმოიდგინე რაზე თამაშობდნენ თან ახლა. ამ ჩვენ ლეპტოპებთან ვზივართ და ესეთი ის იყო რა მონიტორი. და ვინცა არ ჩანს ანუ ფიქსელში აი ნახე რა ხელა დანადგარი არის. ანუ ესეთი არის ძალიან ბევრი კარადა რო იყოს წარმოიდგინე. პროცესორი რა კომპიუტერის. ისე როგორ აკეთებ მას სწორედ რაღაცა იმისობით. ეს და ეს პონგი იყო კიდე. მაგრამ ინტერესებს აი ვიდეო კორტეს ხო კაი ძალიან პატარა წულწული რაღაცა ეგრე. ხო. აი მაგას როგორ აკეთებ? აი ქარხანას კი როგორ აკეთებს მაგას აი კმიკში ძალიან. ხო, მაგარია. აი მილიონი პატარა რაღაცები რო წულწული. მიგარი მოკლედ. კაი, აქ დავწეროთ ხა. Game Object-ის ტიპის ცვლადი შეგვაქვს აქაც, იმიტომ რომ ეს emo კლონთან ცოტა მოგხონდეს. ამის კლონი ხო გაჩნდება იქ სცენაში და სცენაში რო გაჩნდება, ამაში შეინახავს ვიგრევე მაგ ახალგაჩენილ კლონს. და ამას ვეთქვით, მაგრამ რო შეინახავს. ხო, აი ამას რო ვწერთ რა, Game Object emo clone უდრის instantiate ეს გაჩენის კოდი, რაც გამოყენებული გვაქვს ამდეც. ამას უწერთ რა გააჩინოს, სად გააჩინოს და როგორ გადახრილი გააჩინოს თუ როგორ გააჩინოს რა. ჩვენ უნდა უთხრათ რომ emo გააჩინოს, აი ეს game object-ი, აქ რაც იქნება ჩაგდებული მაგის კლონს აჩენს იდეაში. მერე transform-წერტილი position, ანუ თავის პოზიციაზე ხო უნდა გააჩინოს enemy script-ში ვარ. ხო და transform-წერტილი rotation. თავისი rotation. იდეაში ხო, ჩვეულებრივი rotation იქნება enemy script-ში. ეს შემთხვევაში ხომ უნდა გაქვთ თორსა ანუ destroy როცა იქნება game object. ეხლა ჩავწერთ destroy-ს კი. აი მაგიტო შევინახეთ ეს ამ რაღაც სვლადში. აქაც სვლადი შევქმნით სახელი დავარქვით. ამოცხო უნდა მოგდეს, ანუ მარტო ამოკლონი ხო რა. ამოკლონი იქნება იქ, ამო არ იქნება და მაგიტო ხო. ამო ისევ თავისთვის არის ფოლდერში. აი აქ. კაი და აქ ვთქვათ რომ destroy გავუკეთეს, რამდენ წამში გავაკეთეთ? 3 წამში. კლონი ფიჩკლებში არ არის. როგორ? კლონი ფიჩკლებში ხო. რომელი კლონი? შენ სახელზე იძახე. რო გაჩნდება სახელი ეგრე ერქვა ფიჩკლებში, მაგრამ ეს უბრალოდ შესაბამისად ჩვენი სახელი, ჩვენი მოფიქრებული სახელია, ჩვენ დავარქვით ამას რა. ხომ როგორ მიხდება ის კლონი არის? იმიტომ რომ აი ამას უტოლდება, ნახე? აი აქ ეს არის ამოს გაჩენის კოდი. ანუ ეს instantiate ამოს კლონს აჩენს. და რო აჩენს, ეგ შეიძლება რაღაცა შენ სვლადში შეინახო რა. ეგ ახალგაჩენილი კლონი. და ეს რაღაცა სვლადი არის ეს, ჩვენ დავარქვით ამას, ამ კლონი და ის კლონი რო ჩდება თავის ფრხილებიანი რო ქვია ის სახელი, ეგ ინახება ამაში მერე და აუცილებელი არა რომ იგივე სახელი დაარქვა, ზუსტად იდენტურად უბრალოდ შესაბამისად არქმევ რა, emo კლონს არქმევ და ის ფრხილებიანი კლონი ინახება ამაში. destroy. ხო, აქ emo კლონი უნდა გაქრეს. მაგიტო შევინახეთ რაღაც game object-ში, მაგიტო დავარქვით სახელი ახალგაჩენილ კლონს. ჩვენთვის აი ამ სკრიპტში რო რაღაც სახელი რქმეოდა რა. იმიტომ რომ მე destroy გამოგვეყენებინა. ისევე ანუ სხვანაირად შეიძლება დაუკავშირდე, მაგრამ ყველაზე მარტივი ეს არის, რომ ახალგაჩენილ კლონი რაღაცა ობიექტში, იმაში
game object-ის იმაში ცვლადში შეინახო, ესე ვთქვათ პატარა ყუთში და მე მიაკითხა მაგ ყუთს რა, ამ სახელწოდებით. და ეტყვი რომ მაგ ყუთში რაც არის, რა ინფორმაციაც ინახება, გაქრეს. destroy გაუკეთეს მაგას. სამწამში. აქ სამს რო წერ, მძიმის მერე ნიშნავს რომ სამწამში გაქრება. ანუ ამას რო წაიკითხავს კომპიუტერი, ემოკლონში რა ობიექტიც იქნება შენახული და ვიცით რომ ის ახალი გაჩენილი game object-ის ტიპის სვალი მაგით შევქონით რომ ის სცენაში რომ ახალი კლონები იქნებიან, ეგენი game object-ები არიან ყველანი. Okay, destroy ემოკლონ და 3 გვიწერია აქ. მოსამ ბევრი არ იქნება, მაგრამ არ იქნება. ხო, რა ვნახოთ გავტესოთ თუ რამე დავაყოთ. 3 გვიწერია მგონი რომ შეიძლება თუ 4 რო გაქრეს. ხო, ის გავტესტოთ და მივხვდებით. ეხლა ეს არ გვგამოძახებული არსად. drop emo. გამოიძახოთ. არა, update რო გამოიძახოთ, სუდა დროპავს. სულ გააჩენს. როგორ? აი, აქ ვიწერია private launch-ი პროექტი. კი, სადაც გვდება ხო? სადაც ქრება თვითონ. მართალია. აი, contrigger enter-ზე ხო გვიწერია, რომ bullet player-ი თუ დაეჯახება, ამას ქრება თვითონ რა. რო ქრება. და იმასაც რო აკრობს, თან drop emo გააკეთოს მანდ. void-ის ფუნქციის გამოძახება ხო ხდება პირდაპირ სახელი ფუნქციის, აი რაც ქვია ამას. ჭრილები და წერტილზე. განადგუროს game object. ანუ თითი რომ წეკნეო bullet player. მაგუნა განადგუროს. ეს არის თვითონ რო განადგურდეს. ეს არის რომ ის განადგუროს, კი. და მე რეიზამს ამას. მას მითხრით რომელი არის bullet player. Bullet player-ის თაგი აქვს იმას, აი, ამას. ჩვენ რასაც ვისვრით. Player-ი რასაც ვისვრით. რა მაგიო დავარქვით bullet player-ი, რომ ესაც როგორ განადგურდა მოხდა რაღაც. ანუ ეს ამას რო ისვრის player-ი და ეს რო დაიჯახება ამ enemy-ს თვითონ გაქრება, იმასაც გააკრობს, რაც დაიჯახა, თან იმასაც გამოიძახა. bullet-ს და drop emo-ს გააკეთებს და drop emo-ში გვიწერია ჩვენ რომ emos კლონი დადროპოს, ანუ გააჩინოს და მაკედან სამწამში გაქრეს. მას ახაც თავს მაინტერესებს. ხო. აი კომპიუტერი ხო კითხულობს კოდს აი პირველიდან ანუ ბოლომდე. კი. ხო თავიდან იწყებს. ხო. ანუ ესე იგი ჯერ უწევს აი ამ game object-ის წაკითხვა ეს void drop ამ როგორ წერია. ამას ჯერ ამას კითხულობს, კი. აი შენ რო უბრძანი აქ რო drop emo შეესრულებინა ეს ფუნქცია. ანუ მანდ ჩამო ისე უკან დაბრუნდება. წავიდა, არა, ხელმეორედ რო კითხულობს, ეგ update-ი არის. ეხლა ამ შემთხვევაში ერთხელ კითხულობს ამას ხოლოდ. Update-ში კითხულობს ეგრე რომ ერთხელ წაიკითხოს, კიდე კითხულობს მე რა, სულ კითხულობს update-ში. რა მაინტერესებს აი drop emo-სთან დაბრუნდა მას. კი არ დაბრუნდა, მივიდა. მივიდა. ხო. დიახ. ეს რო წაიკითხა, მივიდა drop emo-სთან, შევიდა აქ, ეს გააჩინა და მაქედან მე სამწამში გზაში რა კოდის ხდება, მას არ კითხულობს. გზაში სად? ისე კი არ მიდის, ანუ ზევით თქვით ესე კი არ დადის. ანუ მიხთხო იქ შარ გაჩნდება იმაში, იმას წაიკითხავს და ამას თავისი ისა აქვს რა რაღაცა იმახსოვრებს ესე ვთქვათ რა. შენ თამაშ რო რთავ, სკრიპტში რაღაცები რო გიწერია, წარმოიდგინე რომ აი შენ რო დაიმახსოვრო რასაც გიდევს, აი ვთქვათ მობილური რო სადღაც დადე, ეგ ხო დამახსოვრებული გაქვს თავში რა. და მე მობილური რო გჭირდება, მიდიხარ და ზუსტად იმ ადგილზე აკითხავ მობილურს. ეგეთ რაღაცას აკეთებს ესეც. ანუ შენ რო რაღაცა ფუნქცია გიწერია, იმან ან ცვლადიო შექმენი რაღაცა. იმას დამახსოვრებული აქვს, რომ ეს ცვლადი არსებობს სადღაც და ეს ფუნქცია გიწერია სადღაც და როგორც კი ეტყვი, რომ ეს ფუნქცია შეასრულა, მიდის ეგრევე იმ ადგილას, იცი სადაც არის, სადაც აქ დამახსოვრებული და ასრულებს რა. აუ ძალიან სწრაფად აკეთებს მაგას, ანუ ბევრი ბრძანება რო ჩაუწერო ერთდროულად, წარმოიდგინე, რომ იმ მობილურის აღებას, ლეპტოპის გადადებას და რაღაცა წყლის დალევას აკეთებს ძალიან სწრაფად რა, წამის მიასეთში. მოიცადა? ტერი დევისი თუ სადღაც სახლის არ ვიცი, მას ის ეგ ადამიანი. მინა? ტერი დევისი არ ვიცი. თავისი ის გამოშა როგორც Windows-ზე მაგარი ეს Linux-ი. რაღაც ეგეთი გამოშა, რომ ქონდა რაღაც ოქროსფერი ჯვარი. არ ვიცი. ის ეგა. არ ვიცი. რა ხო არ ვიცი? არ ვიცი, ჩამიგდე მე რა.
კაი, ეხლა ძალიან ჩავთვლი, მაგრამ ის დამავიწყდა რომ აქ enemy-ზე enemy-ს რომ უნიშნავთ და enemy script-ზე გადავალთ მარჯვნივ, ანუ ჩაგდებული არ გვაქვს. ჩაგდებული არ გვაქვს მართალი ხარ. ამო არ გვაქვს ჩაგდებული non game object აწერია. მოვკიდოთ ამ prefabs, თეთრი კვადრატი რო არის, ჩავაგდოთ რომ script-მა იცოდეს რომ ეს უნდა გააჩინოს რა. ანუ აქ რო ეუბნები შენ რომ გააჩინე ემოში თუ არაფერი გაქვს ჩაგდებული, თქო უნდა გააერორებს. ანუ კომპიუტერი ცდის რომ აქ რაც გაქვს ჩაგდებული ეგ გააჩინოს და აქ თუ არაფერი არ იქნება, errors ამოვაგდებს. ოკეი, წესით ახლა ყველამ უნდა დადროხოს რომ მოვკლავთ, აბა ვნახოთ. ეგ არის. და სამწამში ქრება. უკვე ჭირს თამაში. კი. ის მოვიწდება ზევით ქვევით მოძრაობას რო შეგვიძლია. ჯერჯერობით აღება არ შეგვიძლია ამისი, მაგრამ იდროფება. მუშაობ შენთანაც? სამწამში ქრება, ხო? მეგონი სამწამი ნორმალური დრო არის. ზოგს ვერ მიუწარე მაგალითად. კაი. ახლა მასიოს ყველაზე ნამატებს შემიას. სიცოცხლეების დავაგდოთ ხოლმე? ოკეი, შეგვიძლია. ისე ზანაზელი იქნება თამაში. ანუ იმ ობიექტზე, სადაც ანუ აიღებ მაგას უკვე შეიძლება ტყვია გამოსწორებული კონტენტი. ეგრევე აიხილოს? არა, ვინაის რომ მოკლავს, მე ან ტყვიების ის დაგდოს ან ასაკი. რაღაც შანსი შეგვქნათ და ანის დააგდოს ხოლმე ანის, შეგვიძლია. ხო და ეხლა ხო სულ აგდებს ეს და ეგ ხო არ გვაწყობს იდეაში. ეგრე ძალიან გამარტივდება რა, ეხლა ნებისმიერს რომ მოკლავ, ნებისმიერ დაგიგდებს. და მაგისთვის შევქნათ რაღაცა შანსი რა. რომ რაღაც შემთხვევით ავარჩევინებთ რაღაც რიცხვს და თუ რაღაცაზე ნაკლები იქნება, გააჩენს. თუ რაღაცაზე მეტი იქნება, არ გააჩენს, ან რაღაც ეგრე გავაკეთებთ რა. მაგისთვის აი აქ ზევით, ამის ზევით, სანამ გააჩენს ხოლმე. მანამდე შევქნათ ეგ შანსი რა. აქვე შეგვიძლია float შევქნათ. დავარქვათ drop როგორ? ეგ ცვლად ნებისმიერ შეგვიძლია. კი, ნებისმიერ ადგილზე. ოღონდ აქ იქნება ლოკალურად. ლოკალური ცვლადი ხვთვია ამას. ამათ ქვიათ გლობალური ცვლადები. გლობალური ნიშნავს, რომ აქ რო წერს, ნებისმიერ ადგილზე იყენებ, ხო? აქ რო ჩაწერო, აქაც გამოიყენებ, ამ მოიჩი რო ჩაწერო, აქაც გამოიყენებ, start-ში, update-ში და ასე შემდეგ. მაგრამ ეს რო ლოკალურად აქ გაქვს, მარტო ამ drop MOV-ში გაქვს შექმნილი, მარტო აქ გამოიყენებ, აქ არ შემოგთავაზებს რა. ნახე? აი რო ჩავწერო ახლა მე drop chance არ მთავაზობს. იმიტომ რომ აქ არ არსებობს ამ MOV-ში. მაგრამ აქ როგორც კი ჩავწერ. აი, შემოთავაზა. დაჟე ნახე, ზევითაც არ შემოგთავაზებს. ამის ზევით. იმიტომ რომ ამის ზევით არ არსებობს. ხო ზევინამქვევით კითხულობს და ანუ ლოკალურად რაღაც სხვადი რო გაქვს შექმნილი, ზევით, მაგის ზევით ვერ გამოიყენებ რა. ჯერ ზევით უნდა შექმნე და მერე ქვევით გამოიყენებ. აი, აქ მოიცა სანამ წერტილს იმას დავსვამდით. Float drop chance იყოს. გამარჯობა. მოდი სამე დაჭერში. მას ჩავდოთ აქ. ხო, რამე გასკამს ჩავდოთ. ამას მივწევით. ვაკეთებთ იმას, დავალება რაც იყო, რომ ჩვენი პლეიერი რო ისვრის და ამას არ ტყავს, ხავაც. დროპავს იმას, ემოს რა. რო ტყუების რაოდენობა გავზარდოთ ხოლმე, მაგით მე რო მიხვალ და შეეხები და აიღებ, ტყუების რაოდენობა მოგემატება. თან სამი წამი გაქვს რა, სამ წამში ქრება. თუ ვერ მოასწარი აღება, ვეღარ აიღებ. ხო და ეხლა აი წაღანაც რო გავტესტე ნებისმიერ მორტყმაზე, ანუ ნებისმიერ იმაზე, enemy-ს გაქრობაზე ჩდება რა.
ანუ ყველა გაქრობაზე ჩდება და ეგ არ გვინდა, იმიტომ რომ გამარტივდება ძალიან, სულ დადროფავს ხოლმე და რაღაცა შანსს ვქნით დადროფვის რა. მაგისთვის შევქმნით float-ი, drop chance დავარქვით და თუ სწორად მახსოვს, აქ უნდა იყოს random წერტილი value. ხო. და ეს random წერტილი value რა შვება? ეს რენდომულად ირჩევს 0-დან 1-მდე იმას რიცხვს. Random range-იც ხო? Random range-ი შეგვიძლია კი. Random range-ი თქვათ 0-დან 100-მდე რო გავაკეთოთ, ეგეც შეიძლება. ანუ გველიოს ნიშნავს. ეს range-ი მივხვდი, გეცხვეცერა რა. 7-დან -8-მდე გვაწერა მე მგონი. ხო. ხო და ეს თავის დაგეთოს, range-ის შეწერა აღარ გინდა და 0-დან 1-მდე თავის დარჩევს იმას რიცხვს. ანუ შეიძლება სხვა ჩავწეროთ შეიძლება 0-დან თქვა მილიონამდე ნებისმიერ. ხო, თუ გვინდა range-ი ჩავწეროთ, აი, range. და ანუ value მარტო 1-დან აგეთებს. 1-დან 0-დან 1-მდე. 0-დან. ანუ ნომთელ რაღაცებს არჩევს რა. მაგას თუ დავტოვებდით random values და გამოვიყენებდით, drop chance-ი ან 0 იქნებოდა ხოლმე, ან 0.1, ან 0.2, ან 0.1. 0.1 ხო მომატება იმას ბულეთს. არა, მომატებისთვის არ ვაკეთებთ ამას ვაკეთებთ შანსი რომ დადროფოს მაგისთვის. ანუ დადროფავს თუ არ დადროფავს, მაგისთვის ვაკეთებთ რა. განა რამდენი მოემატოს მაგაზე კი არა, ჯერ მაგას არ ვაკეთებთ. რამდენი მოემატოს, მე გავაკეთებთ მაგას. ეს არის ან დადროფავს, ან არ დადროფავს ამ შანსის მიხედვით რა. რაღაცა რენდომად თუ კარგი რიცხვი არჩია ჩვენთვის. დადროფავს, თუ არ არჩია ის რიცხვი, არ დადროფავს. ოღონდ რაღაც range-ში თუ არჩია, მასე გავაკეთებთ. აი თქვა 0-დან 100-მდე რო გვაქვს ხა აქ. ეს ხო შეარჩევს 0-დან 100-მდე რაღაც რიცხვს. ან 0 იქნება, ან პრინციპში 100 არ იქნება არასდროს თუ გინდა 101 ჩავწეროთ აქ, იმიტომ რომ ეს ბოლო რიცხვს რასაც წერ, ხო, მაგის წინას არჩევს რა. ხო, 99-ს არჩევდა მაქსიმუმი, ხა წეღანა რომ 100 ეწერა და ბოლომდე წერია 1-ს არჩევს. არა, 0-ის შემთხვევაში 0-ს არჩევს. 0 ის არის. იგულისხმება რა, 0-ს არჩევს და აი მეორეს რასაც უწერ, მაგას არ არჩევს. 100-მდე. 100-მდე, ხო, ანუ 100-ს ჩათვლით რა, მეორენაირად რო თქვა. ოკეი, ანუ ეს მთლიანად რიცხვად იქცევა რა, ეს ჩანაწერი. თქვა შეიძლება 0 იყოს, შეიძლება 100 იყოს, შეიძლება რაღაც 87 იყოს და მაგას ვინახავს ჩვენ მე შექმნილ float-ში, რომელსაც drop chance-ი დავარქვით. ანუ drop chance-ი იქნება ხოლმე ან 0, ან 7, ან 87 და ასე შემდეგ. და მე მაგის მერე შევამოწმოთ აქ. რომ ეს ლევით ვარ დავწეროთ, გვერდით error-ს გვიჩვენებს ამას. ხო. ეს drop chance-ი თუ მოდი როგორ გავაკეთოთ, იცი, რომ ლუცზე გაკეთე. არა, აი პირდაპირ შეგვიძლია რომ რაღაცაზე ნაკლები, თქვა ნაკლები თუ იქნება 20-ზე, ან ნაკლებიან ტოლი. მაშინ რომ დადროფოს, გამოვა რომ რაღაც 20% იქნება დადროფის რა შანსი, ანუ დაბალი. იდეაში 50-50 შეიძლება, ხო, მაგრამ უფრო მარტივი იქნება, ხო და მე მგონი ჯობია რომ პატარა შანსი გქონდეს უფრო. რომ ცოტა დავაბალანსოთ რა ეს სირთულე. თქვათ, drop chance-ი თუ 20-ზე ნაკლები იქნა, ანუ ან 0-ში არჩია, ან მაქსიმუმ 20. და იქით ხო ის არის 80 ციფრი რიცხვი რჩება 20-დან 100-მდე. შესაბამისად, იქით არიცხვებს უფრო არჩევს რა. არა, ეგენი არ გვაინტერესებს. აქ თუ ჩავწერთ, რომ თუ ნაკლებიან ტოლი აღმოჩნდება 20-ზე ეს drop chance-ი მაგ შემთხვევაში გააჩინოს, ეს ორი ხაზი გადავიტანოთ მანდ. ის მეორე შემთხვევა აღარ გვჭირდება. მეორე შემთხვევაში თუ თავისით არჩევს, თქვათ, თუ არჩია 85. მე მგონა სიცოცხლე ვარდებოდა მაგ შემთხვევაში. ესე იგი ტყვიას აგდებს. არა, ტყვიას აგდებს ახლა. კი. თუ 85 არჩია, თქვათ აქ და drop chance-ი 85 არის, ეს ხომ მცდარი იქნება. ანუ 85 არ იქნება ნაკლებიან ტოლი 20-ზე, ხო? ეს ჭეშმარიტი არ იქნება ეს პირობა და შესაბამისად ამას არ იზამს. არჩევია შიგნით. ანუ ყოველ დადროფვაზე მოგეთ შეამოწმოს ხოლმე ეს drop chance-ი აქ 0-დან 20-მდე რიცხვი არჩია თუ არა რა. 20-ის ჩათვლით, იმიტომ რომ ტოლობა გვიწერია აქ და 20-ზეც გააჩენს იდეაში. ოკეი. კაი, მოდი აბა ცადოთ თუ გაგვიმართლა. ეხლა და
0-დან 20-მდე შეარჩია. დავინახავ თუ დადროვა თუ არა და მე რო გავტესტოთ უფრო მაღალი შანსი მივცეთ რა. რა დამოვიწყდა იმას space-ზე რო ვისვრით. ჯერჯერობით არ ჩდება. მეგონი. ცალბატარი შანსი არის. όσο შანსი გავუსწრებთ იმის რომ გავიგოთ დააგდეს თუ ხო, გავზარდოთ. აი, ხოჟებია. ან მუშაობს თუ შეიძლება ხო, მუშაობს თუ არა კოდი, მოდი 90 იყოს. ნახოთ აბა. ხო, რო დიდი შანსია რომ გაჩნდეს. აი, გაჩნდა. ხო, ანუ მუშაობს. მეგონი 50-ამდე უნდა გავზარდოთ. 50, კაი, ცადოთ აბა 50-ზე როგორ 50-ზე, აი აქ შატოშვები. ახლა 50 როგორი იქნება? გაჩნია, არ გაჩნია. ახლა გაჩნია. ახლა არ გაჩნია. ახლა არ გაჩნია. ძირითადად მაინც არჩევს რა მე მგონი აი 25 აიო არც შენი და 30 იყოს ნუ მე ეს სიცოცხლეც ხომ უნდა გავაჩინოთ ანუ დახილვა რო შეგეძლოს რა და იმის უფრო იშვიათი ხო იმის უფრო იშვიათი გავხადოთ კი კაი ეს მუშაობს შენთან მუშაობს გადასტე ხო, დიდი რიცხვი ჩაწერია 90 რაღაც ეგეთი და გადასტეთ მუშაობს. აი, გაჩნია. გაჩნია თუ არ გაჩნია? ძევანი მაგა. ოკეი, ხო. ოკეი, ანუ შენთანაც მუშაობს. რავი 30 ჩავწერე მე, თუ გინდა შენც 30 ჩაწერე. კარგი. ახლა სანამ დაჰილვასაც გავაკეთებთ. ჯერ ხონდა მომღო. ჯერ ამას მოვამატებინოთ რაოდენობა ხო ბულეთების. და ბულეთების რაოდენობა რომ მოვამატებინოთ, ეგ ბულეთების რაოდენობა ხო player script-ში გვაქვს. ასამას ყველა იმერს უნდა მივიღოთ. კი. მართალი ხარ, ჯერ გავაწყოთ მოდი. სად არის? აი ეს გვაქვს უბრალოდ სატესტოდ და add component-ით მივაბათ box collider 2D. ასურთი რაღაც უნდა. 2D რაღაც უნდა? 2D ობიექტია და მაგით. არის მას დაჭერს add components. ამას გიჩვენეთ იმათ. რას? ანუ smart search-ში ჩაწერე. box-ი მაქვს და search-ი და მაგით. ანუ collider-ს თუ დასერჩავ, არა, საკერა დასერჩა თუ იცოდი. აი, ხო ჩემს აი physics 2D და physics, ანუ ხო მე? ანუ 2D რაღაც უნდა. ანუ ისეას ხო გიჩვენეს, ანუ physics 2, ანუ 2D-ია და ფიზიკაში, ანუ ჩვენ ფიზიკი და 3D მოხდებს. ხო მე? ანუ არ დამისერჩავს მე 2D, უბრალოდ box-ი დავსერჩი და 2D ავირჩი. რას უყურებს 2D რაღაც? მას აი 2D რო ხო წერია ბოლოში. ხო. აი მაგას აი ფიზიკაში 3D რო წერია. ხო და ანუ აქ შეგიძლია გააკეთო ან 3D ან 2D. და 3D საერთოდ არაფერი არ დაუწერ, იმიტომ რომ თავიდან მარტო 3D თამაშების გაკეთება შეგეძლო აქ რა. იდეაში Unity 3D ქვია ამას. პროგრამასაც. ხო და მაგი 3D ობიექტებისთვის უბრალოდ box collider-ი ქვია, უბრალოდ rigid body ქვია. ანუ 3D-ა ესე აღარ არის ეს განსაზღვრული. მე 2D რო დაემატა, რო განისაზღვროთ რომ 2D ობიექტებისთვის არის box collider 2D და 2D დაამატეს რა. მას მეორე კამერა ჩამოაყენა შემთხვევაში რა მოხდება? რა ჩამეტო? მეორე აი როგორ მიხდება თამაში რა? მეორე კამერა? ხო, ვერ მიხდება მაგას. ანუ შენი თუნდა გააკეთო, მანდ ლეიერები არსებობს მე კამერის და შეგიძლია ჩართო ან გამორთო ან ანუ მაგის შეგიძლია გააკეთო პერსონაჟების გადართვა მაგალითად. კი შეგიძლია. არა ერთი კამერით შეგიძლია. მაგალითად იმას იმდენს და როდესაც მომდეს, სადაც თქვა ამ პერსონაჟის თავი არის, ან პერსონაჟის თავი. ის კამერა იმდენს დასპაუნდეს. 3D რეგულებს მაგა. ხო. მაგალითად სარკე იცი როგორ გეთდება? აბა თქვენი ეს სარკე როგორ გეთდება? ამირა მუშაობს კონ მაგას. ხო. ანუ
ნახე, რაღაცა ობიექტს აკეთებ, ну სარკისის რო გქონდეს რა ვიზუალი. და მაგის უკან აყენებ კამერას. წარმოიდგინე რომ აი სარკეში ვიყურებ, იქიდან რომ კამერა გიყურებდეს რა. და იქიდან კამერა რო გიყურებ, შენ ხო ხედავს და მე რასაც ეგ კამერა ხედავს, მაგას ხატავ იმ რაღაც ტექსტურაში. რაც კამერის ვიზუალია რა, ხო? ეს სარკეში უფრო სწორად. ხო, ეგრე გეცდება ისა. კაი, ეს რას ვაკეთებდით? ამას მივაბით box collider-ი. რეჯიტოდია. მოდი ტრიგერი გავაკეთოთ, ჯობია. ანუ არაფერს დაეჯახოს. ანუ შეიძლება ხო, რა შეიძლება ტყუია მოდიოდეს რაღაცა და პრინციპში ის ტყუიაც ტრიგერზე გვაქვს, მაგრამ მაინც რა. ანუ არ მიეჯახო ხოლმე. ისო არ გამოზრდის. თავი პერსონაჟი დაეჯახებისთვის. ხო, ეგეც კი. ხო, პატარას რომ მიეჯახები, ოდნავ შეიძლება გამოზრდეს კი. ის ტრიგერი ჩავურთეთ და სკრიპტში player script-ი გვინდა ეხა, იმიტომ რომ player-იდან უნდა გადავამოწმოთ შეეხო თუ არა ემოს. კი. შეეხო თუ არა ამას და მაგდროს გავზრდით თან player script-ში გვაქვს ისა. bullet amount-ი ქვია, ხო? ხო, bullet amount. ამას გავზრდით ზუსტად. ამაზე ყოველ შუცე ვაკლებთ ამას და თან შემოწმებული გვაქვს სად გვაქვს აქ ხო? bullet amount თუ მეტი არ უნდა, მაშინ ის შეუძლია სროლა მხოლოდ. კაი, ახლა contrigger enter-ი ხო გვიწერია უკვე. აი აქ bullet enemy column-თან შეხებას რო ამოწმებთ. დავწეროთ ახალი ფიცით კიდე Swift-ი და C++-კი და Lua. რა? Lua. ეგ Lua რას აკეთებს? ეგეც game development-ში გამოიყენება. Swift-იც? Swift-იცაც შეიძლება კი, მაგრამ Swift-ი უფრო iOS-ის ეს არის როგორ. Java. Java-ც გამოიყენება თამაშებისთვის კი, მაგრამ Java არ ვიცი. მაგრამ როგორც ის შავს გავს სინტაქსით. Python-ითაც კეთდება რა. თითქოს ყველა ენით შეიძლება თამაში გააკეთო, გააჩნია რა. ოღონდ ხა engine-ებში ძირითადად Unity მაგალითად C# იყენებს. ანუ C-ები უფრო გარეი არის. კი, უფრო სწრაფი არის. Unreal მაგალითად C++ იყენებს. აი ის ნახე Unreal-ში რაღაც მინიუები რა და ერთმანეთს აერთებ ხაზებით ამ. ხო, ის კისტები. კი. ეგ აქაც არის Unreal Engine. Visual scripting-ი აქაც არის. როგორ საფარს ანიმაციაში? ხო, მაგრამ ეგ თავიდან რომ მაგით ისწავლო. ცოტა ის არის რა. ეგ უკვე აი რო იცი და ერკვევი რა რასაკეთებს და რაღაცა, მე შეგიძლია შენთვის რომ ეგრე აკეთო. რენდერსაც ავშეკეთე რაღაც. ხო. გრაფები და რაღაცები რო აკავშირებ ერთმანეთს. ხო. ხო და Lua-ს იყენებს. მას პოდეში დამთავრდით, მაგრამ თუ ითქვი. მას სპრინტერიდან კი დავმოღავი მას სქემების გადმოტანა, მაგრამ მატერიალები არ გვაქვს. Materials ვერ აექსპორტებ? თუ? ანუ ხო, იქ ნახე ის YouTube ტუტორიალებიდან და ორ გამომიტანოსო. ანუ graphics ექსპორტის დროს იქ აჩვენებს რომ თუ გინდა რომ გადაყვეს. ხო. შვები მაგას მაგრამ. კარგად ის. მაგათ ხო. მას მე ისეთი ვიფიქრე რომ Blender-ს აქვს ანუ vertex-ები ეჯები და ეგენი რო გამოჩნდეს მას მაგის ისიც ანუ ჩოლებს ჩავთეთრი და მე ანუ ის რენდერის დროს როგორ იქნება. და მე გავიფიქრე რომ ანუ მეთქი Unity-ს ეგრე არის ხო რა ფერები რო გამოჩნდეს თქო მას რაღაცები სადა იქ როგორც Blender-ს აქვს თავი რაღაცა ხო მაგრამ ვერ ვქენი. რა მე ვიცი ისე თუ აექსპორტებ აი ტუტორიალში ხა ეგრე გააკეთებდა რა. მას ტუტორიალები მაგით მაგრამ გავაკეთე მე გადმოიტანა ჩოლებით. ხო. ეჭვლის ხალხი. ხო, პირდაპირ მოყვება ხო. ხო და ის Lua მაგალითად გამოიყენება. იმაში შეგიძლია რა ქვია. Love2D ქვია. ეგეც engine არის რა. მას ხო ერთი თვე რო აწერო და ამ შეშალე და გავიწყდებათ მას. არა, არ დამავიწყდება, მაგრამ Love2D
ფორმიდან გაგდებს რა ესე ვთქვათ. Cloud2D engine. არბიუზერს ცუდი არ ხო? ხო რა ვეხ ძალიანაც არ უნდა გადაიწო. აი ესეც ის არის. უფასო engine არის. მე რაღაცებს რო დავამოღავებ, შეგიძლიათ გამოძეროთ თამაშიც იმაიმუნოთ რაღაცები რა. ეს კიდე უფრო შედარებით უფრო ის არის Unity შედარებით მძიმე არის იმ მხრივ რომ ეხა ბევრ რაღაც ჩაწერა ეჭირდება დოკუმენტაციები და რაღაცები დიდია რა. და ეს Cloud2D მაგ ხელა engine არ არის. მაგრამ ეხა Cloud2D-ზე ისეთ დიდ თამაშს ვერ გააკეთებ. ჯერჯერობით როგორც გაკეთებაც Unity-ზე შეგიძლია. ის რომელი game engine-ია, მას ვიცი რომ game engine-ია. Godot-ი? ეს? ხო, ესეც ის არის. შედარებით ის არის. მაგრამ კარგად განვითარდა ესეც და ანუ light version-ია უფრო. ხო, შედარებით კი. და ამაზე Unity-ს გააჩნია რა ისთვის გინდა. 3D თამაშებში ჯობია, მაგრამ Unity-ს არ ჩამოუვარდება რა. გააჩნია როგორ თამაშს. Legends-ს Epic Games-თან ხო იწერება თუ Steam-დან? არ მახსოვს. ხო, მაგითი თავი არ უნდა დავხატე ეს კაცის სერვერს რაღაცებს. ხო, კი. აქაც არის ეგ პაკეჯები, შეიძლება პირდაპირ ჩაიწერო და გააქვს ყველაფერი. იმას ცალკე იმას folder-ს files. მაგედან არა, ასეთი story რო აქვს Unity-ს, მაგედან შეგვიძლია გადმოიწერო რა. პროექტს რო შექმნი, მე ძალიან გადმოიწერე. ხო, და ის Lua რო გითხარი, Cloud2D-ზე შეგვიძლია წერო და ის არის კიდე. Playdate არის, ეგეთი სადაცილო რაღაცაა. ანუ აი ეს მაგაზე ვინც მუშაობდნენ, მაგათი გაკეთებული არის რა, ცალკე პლატფორმაც გააკეთეს. მოიცადე. YouTube-ზე ნახოთ. აი ძალიან პატარა თამაშს აკეთებ რა, 8-bit თამაშებს. ანუ ეგეთი device-ი არის $200. კი რაღაც ისე დახატრიალებელი. Cranky ქვია. აქ ხა ის არის სიმულატორია ეს და მოიცადე იქნება. როგორ თვითონ როგორც გამოიყურება ეგ ნახოთ ხო, აი ეს არის. აი ეს ტიპია რა, პატარა რაღაცაა device-ი. და შენ შეგვიძლია რაღაც თამაში ატვირთო ამ პლატფორმაზე მერე. და ჩვეულებრივად ითამაშებ. როგორც ხა ისა რა ქვია. ხო ეს საინტერესო რაღაცა არის რა, მაგალითად რაღაც თამაში ვნახე. პერსონაჟის მარცხნიდან მარჯვნივ მირბოდა რა და ამით მიდიოდა, ანუ ამას რო ატრიალებდი, მაგით მიდიოდა და მე rewind-ი შეგეძლო რა დროის, ანუ გადახვევა უკან და უკან ტრიალს რო ვიწყებდი, უკან მიდიოდა. დროის ციკლის კონჩი. ხო რაღაც ესეთი რაღაცა რო გაქვს device-ზე. რაღაცაც input-ი აქვს რა, ეხლა შენ რო რაღაც თით საჭერ, ეგეთი რაღაცა, ოღონდ რო ატრიალებ, მაშინ მუშაობს რა. ეს იმას უფლობს ახლა მანქანას 3 კილომეტრი გავლილი. ხო. ხო და რაღაც ესეთი პატარა თამაშების გაკეთება შეგიძლია. ხო და ამაზეც Lua ენას იყენებ. ამაზე დაწერა თუ გინდა თამაშის Lua უნდა გამოიყენო. მას თვითონ ასეთი კონსოლი აქვს ჩემს ძმას. ოსამე თამაში იქნება ძველი. აი მან აქვია რასოს? აი მან თუ შემიძლია ხო თქვა რომ ანუ მაგ კლიკების ახმარებით რომ ჩააგდო თქვა. აი მაგ რაღაცა გაგიჩანდა. ეს ეს ასანზე როგორია. შეგვეთეს. იმას ამოძრავ. საცეცებს ამოძრავ. ეს პლატფორმერი არის. ხდება. მეთქით. ავტორიალი არ უნდა. ამას მერე და ფიქსერ ნახავს ვაკეთებდი. ქეთიზე და ვერ გავაკეთე. რაზე? ქეთის. ქეთიზე? დიახ. ქეთი? იგი მეთქი ქეთიზე. მას მე რაღაცა AI ნახე. როუტები ფოტოს შევდი, მაგრამ როგორც თამაშის პერსონაჟი ვერ გაკეთებდი, მაგრამ კაი, ეს არა ქვია. გავაგრძელოთ რასაც ვაკეთებდით. აქ on trigger enter-ზე
ჩაუწეროთ, რომ collision წერტილი. name-ით შეგვიძლია პრინციპში აქაც შევამოწმოთ, იმიტომ რომ რო ჩდება, ხო ქვია emo ჭხილებში კლონ. და მაგაზე შევამოწმოთ რა, emo ჭხილებში კლონ. და ამ დროს უნდა გაქრეს collision წერტილი game object-ი, ანუ ჩვენ ახლა player script-ში ვწერთ, ამიტომ player script-ში ვწერთ, რომ emos თუ შეეხება destroy collision წერტილი game object მოხდეს, ანუ emo გაქრება რა. და უნდა მოიმატოს, ხო? bullet amount-ი. მასე float-ი. bullet amount-ი float-ია გიზევით. მოდი აქაც random რიცხვი მივუმატოთ. უნდა პირდაპირ დავუწყოთ. რო გამოვიძახოთ. ეგთა წერილი. რა დაწერილი? გზევით რო დავწერეთ? აბა. enemy-ში რა თქინდა ეს? ანუ bullet amount-თან ხო, ანუ enemy-ში წერია. არა, bullet amount-ი player script-ში არის. აქ ვიწერია bullet amount-ი არის player-ის bullet-ების რაოდენობა. არა, float-ს ეგრე მომას თვითონ. იხო და ეს float-ი აქ წერია. აი აქ წერია. მას მაგას არ მომარ. აბა. იქ უზერ რა შემთხვევაში დასპაუნდესო და 20% მერე? 20% იყოს. ხო, მერე? აი მაგ ხომ რა გამოვიძახოთ რომ მაგანი იმუშაოს. რაღაც უნდა გამოიძახო, ეგ ხომ მუშაობს უკვე. ხო ჩდება სცენაში. enemy რო ხრება, ხო აჩენს bullets. ამას. მერე ეხლა ვწერთ რომ player-ი რომ მაგამოს აიღებს, თავისი bullet-ების რაოდენობა გაიზარდოს. enemy რაღაც გვჭირდება, enemy გაიხეს გამქრალია. enemy გაქრა, გააჩინა emo, რომელიც სცენაში არსებობს და ეხლა player-იდან უნდა შეამოწვა ამ emos ეხება თუ არა. მაგას ვამოწმოთ, emos შეეხო თუ არა. რომ თავისი bullet amount-ი გავზარდოთ რა. ის არის bullet chance-ი, კი არა და იმ drop chance-ი თუ რაღაც. bullet emos plus უდრის მივუმატოთ. ანუ რაღაცას რო გაუტოლდეს bullet amount-ი არ გვაწყობს რა, იმიტომ რომ შეიძლება 20 გაქვს მოგროვებული და პირდაპირ უთხრა რომ 30-ს გაუტოლდეს, ყოველ აღებაზე 30-ს გაუტოლდება. ან პირიქით მაგალითად 50 გაქვს მოგროვებული და აქ რო უთხრა რომ 20 გახდეს, არ გაწყობს ეგ რა, 50-დან 20 ჩამოყვა. ანუ გვინდა რომ ყოველ აღებაზე მოუმატოს ხოლმე, მიუმატოს ის რაოდენობა რაც გაგვიყვება მოგროვებული bullet amount-ი, თქვათ 50 გაქვს თუ რა ვიცი. 20 გაქვს, მაგას მიემატება random გავუკეთოთ ახაც. random წერტილი range საიდან სადამდე? მოდი 0 რო მიემატოს ცოდო არის. 1 იყოს, ხო? 1-დან 1-დან 10-მდე? ოკეი. მოდი 10-იც რო მიემატოს ხოლმე 11 დავწეროთ. კაი, დავასეიროთ ეს, გადავიდეთ unit-ში. აი შანსი იყო აქამდე უნდა მიიმატოს ეს. ხო. და პრინციპში უნდა იმუშაოს ხა. ერთ-ერთი ჩვენ ეს bullet-ების რაოდენობა აქ გვაქვს. აქ უნდა შევხედოთ, რომ მოიმატა თუ არა რა, რომ მივხვდეთ. bullet amount თავიდან 10 არის. აუ ეხლა დაბალი გვაქვს ხო ისე. რო არ ვიწვალოთ სად არის enemy script-ში გავზრდი ისევ ამას. რომ მარტივად გავტესტოთ. ოკეი. მოიმატა. 15 გახდა. თან ერთი გავისროლე, ანუ 9 მქონდა და 6 აიღო ალბათ ხა და ახლა 15. ვიცი და თან ამას რო უყუროთ და თან ისე რო ავიღოთ, ეგრეც ვქნათ. ფაულაფები ან ეგეთი რამე არ იქნება. როგორი? ფაულაფი მაგათად ყლების დემეჯის გასთან. ეგეთი. და ხო, ბოსი კი. კი, მოჯველი გვინდა ეგეც. 10 მოიმატა. ხო, ეხლა ბევრი მოიმატა. არ მუშაობს? მუშაობა? ხო, უფრო ასწრაფთ ეს მაგალითად იმათი enemy-ების გაჩენა ან რაღაც ეგეთი.
ის რაღაც ხო დავმაგოთ მე აი shift-ზე დაჭერის დროს რომ ასრავდეს. სწრაფად რო იარო უფრო? კი. დიახ, ცეცხლ სიმულაციაზე. უფრო ჯერს. მაგრამ ეგ როგორ გვაქვს? მაგრამ ნახოთ რამე ისა. ასე რომ აი აფეთქების იქნება. აი ასეც თავზე შევიდეთ. აი explosion. რამე explosion-ი ვიპოვოთ. ეს სამი ეს რაღაც ცეცხლები კი არის აქ. უკვე ფუშისთან უკვე აიღეს. გამოწერილი მქონდა ადრე ალბათ სადმე და ან იმაში ასეტებში მაქვს ჩემთან დამატებული და მაგიტო. აქ explosion-ით დიდად არ არის. VFX არ გავსერჩოთ. ასე თუ დავიდე აი ბოლოს. ხო, მაგრამ ეს $64. ფული და ვიღებ ფას. სანტერი. რა ფასებიათ? ესენი იაფები რა იყო და უფასოები. იმათ რა ფასებიათ და ის რაღაც მოგეწონება VFX-ში და 164. აი რაღაც ისეთი შეიძლება. ეგ 3 არა. შეიძლება. აი მას ეს უფრო კარგია. ხო, მაგრამ ეს მე მგონი რაღაც fire არის უფრო. მოიცა? აი ესე შეიძლება პიქსელიანი არის, ხო, პიქსელიანი ისე გქონდა. მეც შეიძლება ამით გამოყენება შეიძლება. ინემბიებად ამათი გამოყენება შეიძლება. აი რაღაც ესეთი რო გაუჩნდეს, ხო? როცა shift დააჭერ მაგალითად. და უფრო ჭროვაში გადის. ხო, ვაჭკარით. მაგრამ ერთი რაღაც არ ბუში მოჩანს. მას პატარა ხომალთან ძალიან დიდია. აი, აფეთქება კაი. ხო, აი აფეთქება აქ ამასაც. აი, კიდე იმას როქია. თვითონ რაღაც კი. აი პატარა სიცხე ხოდის, თავიდან და shift-ს დავაჭერ, რომ გავუდგეს ეს, ნუ. ხო. ისე ამის გამოყენება შეიძლება. ასის პირველი იყო ძალიან მაგარი, ცეცხლოვანი იყო. რომელი? ეს. ხო. მე პირველი. კაი, ამას დავიმახსოვრებ. მას იყიდება კარგად ისე. რა? ამოდადებოდა. კი. შეიძლება გადახედო. მოსი მსოფლოზე რამდენიმე იყიდა. აწერს. რამდენიმე იყიდა, არ ვიცი, მაგრამ შეფასებები წერია ხო. ეგეც წერია ხო, აი 798 რო წერია ეგ. მეგონი ეგ არის. მასე ხორს ჩაწერეთ. შეწერო? ხორს ცხენი. სამიდე? აი, ნახეთ აბა ეგ. აი, ფაზერია. რამდენი საკაბანალი? 304 მაგარი. აუ, რაიდინგ სისტემია ხო? უფოს რა გაიყო ის? ის ეს ქანდაკებაა ხო? ქანდაკება. ანუ როგორი სიარული აქვს ნახოთ. მაგდო ეს ალბათ. დიდი ხანი მდები გაკეთებას. ხო. რენდერში ახლა მაგის. თავის ანიმაციები და რაღაც. თან მეგონი მარტო ის ცხენი არ არის აქ. დრაგონიც არის ბაში. Here is $1,000. ეს ახლა მოგზაურობ.
ელდენი შვედში ხოლმე ამაზე დაკონდეს. ამაშია არა, ამაში არა. PlayStation-ში. სამსნელია ხო? ელდენინგი? თქვენ მეთქარსნელია მაგიტო ყალა. ძნელია. Ghost of Tsushima-ს მეკონა Forza 5 გადამწერე. არა, ისე ძალიან დრამატულად ძნელიც არ არის. თამაში ახლა 2000 ხალხი რა ყველაზე ძნელი difficulty და ისა Hitman-ი თუ ვაჭი რა ფიენს. ხო Hitman. სამი დაწერე Hitman-ის. ერთ ხუთში გადავალ ისე იქით დებადებზე. აქეთ კი ცერული მიიწევს. კაი. კაი, მოდი ამას დავამატებ ხა ჩემთან ნახოთ როგორია. არის? აბა. კაი არის. ორდე booster flame, ხო? მიდება Discord-ში ჩამიგდე შეგვიძლია? ან საერთოდ ისე დავსერჩავ აქ. როგორ ქვია booster? Booster flame. დავაპატარავებთ უბრალოდ ამას. შვენიერია. ნახე საერთო. ეს მოხოვის დროს ალბათ ხო? ბენდი. კაი, ცადოთ ამა. აქ ერთ თუ მაიასეც უნდა დააჭირო. აი ეს ხოლმე თავიდან ესეც ხეკონდეს და შეიძლება. ერთ თუ მაიასეც უნდა დააჭერ. მე შენი მაშინ უნდა შეხვიდე აკაუნტში. ოღონდ იუნიტშიც უნდა იყოს შესული მაგ აკაუნტში. აი აქ Unit Hub-ში. და მე აქ არ დაიმატა. Opening unit ფიესაში თამაშებნაზე. როგორ? ფიესაში თამაშებნაზე მიფიქრია. აი დიდი ოღონდ დიდი თამაშებნაზე. კი მიფიქრია. შედურ და გედიოს მას. რა ვიცი რა უნდა ძალიან ბევრი. თან სულ დეველოპერი იქნება, რა დიდი ხანი დაჭირდება. რა ვიცი 13 წელი აკეთებენ GTA 6 და. ხო. ეხლა წაკეთებენ. აი 13 წელი ბევრია, 13 წელი. აი ჩაიმატა ჩატა. პროჟი ხამი ფაილს შეიძლება იმაზე ფერჯერ მეტი. Cyberpunk-იც დიდი ხანი რაღაც პაკეჯებს და აპგრეიდება უნდა ხო ამას. კაი, დავაპგრეიდოთ. გუშინს თამაშობთ. რა? ასე ვისკენ. კრიუს. საფრთხე მოუტანა. PlayStation გახსენი ისა? ვები? Opening სტაჯია. კიდურობებს დავს. რა? პერსონაჟს დავს. დაეღო. ის და იმას ავაწყო. აი, ინსტალაჟია ხარ თუ დამოვაწყო. აწყობის ვიყენ. ისე 10-4 და მე იმპორტი ეწერა. 10-4 შეუდის 30 საათს. ვიდეო პისჩე. მე ამას გამოაჩენს შენთანაც და იმპორტს უნდა დააჭირო აქაც. და ჩაუბრალოდ ფოლდერში ჩააგდებს აქ რა ასეთების ფოლდერში ჩააგდებს აქ. აი Rocking Projects ეგრე ქვია. ორი D booster, სკრიპტებიც აქ დაჟე. Booster, სკრიპტი და აქვს აგეთებული. მას პროფაილი გაქვს ჩაქმნილი ან LinkedIn-ზე. LinkedIn-ზე არ მაქვს. Smooth Velocity, როგორც ჩანს კოდი უწერიათ მაგის. აბრაზე გაქვს თავს. ენზე ბეჭერაზე რომ თხარით. რაზე? Upworks-ზე გაქვს თემბარი. Upworks-ზე კი. Animation, jump animation. მოთხოვნა შემოდიოდა შეგვეთები. ის არის. შეგვეთები თემბარი შემოდიოდა. ნაკლებად თავიდან. მე მგონი ის დააპგრეიდება ჭირდება. ეს რო დაარენდეროს.
არ ჩანს. ახალი იმით. არის იმითი არ. შეერთხელ შეიძლება მოგივიდეთ. არა მგონი. ჩანს. ერთი კვირა მოიწყო. გავალ მაშინვე. კარგი. ისევე და და რაც უფრო მეცადეთ, უფრო მეტი მოვიდა, ხო? ხო. კარგით. Universal RP ჭირდება ალბათ ამას. ერთ წამს ჩემთან ვსდი და მე შენთანაც ზიასრულებს ბოდიში 5-ზე. 5-ზე, კაი, გასაღებს დაგიტოვებთ მე და სამბავშვს რო გავედენ დაინახავ და კარგი, და გასაღები სად დავტოვო? აქ არა, მე მოვცეს. დაბლა მე, დაცვაში. ხო. და თუ არავინ იყო, მაინც დადევი იქვე. კაი, მადლობა. სადოდო შეკითხეთ და მე მოგცემთ. მაგარი პასუხი. აქ ლოგიკური. რა ქვია იმას? Universal RP გვინდა. Universal RP არის. აბა ის პრობლემა მაშინ ეს. Materials ვერ არენდერებს. ედაქრას Materials booster flame shader. ეს ჭირდება. წაგეტყვი ხარ რაც უნდა გავაკეთოთ. განუწერე? კი. Project settings-ში რო შეხო. აი აქ არის graphics და აი აქ უნდა ჩააგდო ეს. არა, ეხა კუთეში წავიდე ნათესავთ. ხო, მაგაზე უნდა მეთქვა. თქვენ ორშაბათს ხوارცალიეთ შემთხვევით. აუშავად. ხო, ამუშავებს. მას ორშაბათს ამსველი, იმიტომ რომ კლასები ვაპირებ ჩეკრებას მას. რომელსაც? არ ვიცი შემომეცავს 7-მდე. ხო. ორშაბათს ამ დროს გსალიათ? კი. 3-დან 5-მდე. მაშინ რა შეგვიძლია ორშაბათს შევხვდეთ. იმიტომ რომ მე აქეთ ვჩები და სოფელში და მე სოფელიდან ჩამოვა, უფრო მალე ჩამოვა. სადაც სოფელი? სოფელი ხარაგაულის რაიონში. ჯერ ქუთაისში უნდა წავიდე, მე ხარაგაულში მივდივარ და მარილის ქვია. როლას? მარილის ქვია სოფელს. მე თარგოჩი აქვს სოფელი არ ვიცი. ხო. და დღესვიდან მაქვს სამტრედიაში. კაი, ერთ წამს აქ ასპენ ნახე ახლა. ოკეი, ეგ არის გამოჩნდა. რო რა უნდა ქნა იცი? შედი? ვიდეოში. ვიწყო. მოკლედ რაღაცა ის pipeline მოყვება რა, რომელიც რაღაცებს არენდერებს. და ეგ უნდა ეგ მაღაზია არის აწყობილი ეს რაღაც. ეხლა რაც გადმოვიწერეთ და ეგ უნდა ჩავუგდო უბრალოდ აქ graphics-ში აი ეს რაც მოყვა რა იმ package-ს. მაგას რო ჩავუგდებს, უკვე დაარენდერებს რა. აქამდე ვერ არენდერებდა, იმიტომ რომ ეს არ იყო ჩაგდებული აქ. რო ჩავუგდო დაარენდერა. ფერი როგორ? აღონახოთ აქ რანაირად გამოიყურება. ეს რაღაც სკრიპტია დაწერილი და მაგით აკეთებს უთქო. დაჟე რო უხო ჩვენ პრინციპში მიხვევა არ არ ჩამოხდეს, ნახეთ მას რო ჩამოდის როგორ შევა. უკან რო ჩამოდის, ხო? ხო. ჩამოდის. მაგარი. აი ესე booster flame-ი არის. ready არის ჩამქრალი. აბა. Red Bull იქვია, მაგრამ თეთრი არის. ეგ. აი, პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს ეს blue გამოვიყენოთ, რომელიც თეთრია და ფერს შევცვლით რა. მას Android-ზე ძალიან მაგარი თამაში კიდევ. აი, ცოტა აქ რო ფერი შევცვალოთ, გადაგიხდება. Spaces-ზე არის მას 19-ზე მიდიხარ. როგორ? არ ვიცი. არა, ეს არ ცვლის ამას. ან მოწყურა სიმულატორია მას. Space flight simulator.
ბენზინის აუზებს აწყობთ მას. აი ეს როგორ დაახლოებით ასეთი ისინი აქვს, აი კუბიკები მას დაჭდება ზუსტად. ეს ფოტო არ. კაი, მე ვნახოთ, ზუსტად ვნახავ რა, როგორ შეიძლება რომ ამის ფერი შევცვალოთ და ჩავაგდეთ და ხო, ჩავაგდეთ მე. ეხლა ეს შეგვიძლია გადავიტანოთ პრინციპში რომ მოვაკოპიროთ ეს პირდაპირ აქედან. და გადავიტანოთ ჩვენ სცენაში. არ სამსასწავლეთ მას ხო? სამგურს. ხო, იქ მზიურში ორი ჯგუფი მყავს. კარიტასი ქვია კიდე, მან დავსწავლე. მანდაც ორი ჯგუფი მყავს. შემოსავლე გადაჩენოა ის ხო? ნორმალურად რა. მასის მაინდმენტს ამოჩვენა. აი, მე ჩავდო edit-ში შედი. მე project settings. და გრაფიკში გადადი, აი მარცხენა წარწერები არის. და აი ზევით. აი მაგ ჩავდო. Continuous ნაცვლი. Boost flame, ეს უნდა დავაპატარავოთ ჩვენ. მას პრეფერენციას მოუწევს. შიფრო დააწყო მარტო მას შეგო მოაჩენს. ხო, ან შეიძლება თავიდანვე იყოს და მე shift-ზე უკვე უფრო გაძლიერდეს ან რაღაც გავზარდოთ. რა ვიცი, ჩვენზეა რა. კიდე ცოტა დავაპატარავოთ. მაგას ის აქვს მას თავის. მასალოთ არ მოხდება. რა მოხდება? აი მაგ. იმიტომ რომ მაგას თავის ის აქვს. ნახოთ რა, ნახოთ მოხდება თუ არა. ჩავაგდოთ ფლაიერის შვილად. აბა ნახოთ რა გაყოლა. მოკლიკეთ მაშინ შევევა. ხო. როცა მოძრაობს მაშინ. არ უხდება ხო? მილიას მოდევით. ხო, დიდად არ უხდება. მე მგონი ეს უფრო მოხდება. ხო, ინდოური. პიქსელები რა იყოს, სად იყო? აი ესეთი. სტიალა ამას. დავთ. შენცილდა ზოგადად. ეს კამერა არის და 360-იან. რა არის? კამერა 360-იან. არა, ეს კამერა არის სიგნალი ხანძრის. ხო. მოგონია წარგლობს მომუშავს. ან როგორ ის? ეს სიგნალს მაჩემონი რაღაც. რა? ო, სიგნალი იქნება. აი, აბა ნახოთ ეს დავაიმპორტოთ. აი, ამას რა დავარქვა? 2D pixel spaceship. და პირდაპირ პრეფაბებში არის. Fireballs, okay? Fireball red. ამას ანიმაცია არ აქვს. მე მგონი. ამას ანიმაცია არ აქვს და უბრალოდ Fireball-ი არის. მას მეგონი სასრულად არის გაი. ხო. არ შეიძლება ამას აქვს. არც ამას არ აქვს. მას ეგ ჩააკეთ ეგ. არც ამას არ აქვს. ასე მომეცან რაღაცნაირად. ნუ შეგვიძლია ეს აი ეს spaceship-ები გამოვიყენოთ და ეს Fireball-ები ვასრულებთ რა. გამოვიყენოთ მაინც ამას. იპოვე ეს? არა, ანიმაცია ხო ქონდა რომელიღაც, თუ ამას ქონდა. ეს როგორ აი იქნება რაღაც კარგი? ესეთი. აი ამას თქვა, მე მგონი ესეც არ მოხდება. თქვათ 30 წამის განმავლობაში და
აი UI-დან რო ვაკეთებთ რაღაც მენიუს. აი შემდეგ level-ზე გადასვლის დროს level-ებად რო იყოს. და იმან დრო მან space-ები, max space-ები ისინი გახდეს space-ები. შეიძლება კი. Stylized fire. ეს არ გამოგვადგა ხო? სხვანაირი არის. მას უნდა ცოტა ჩემი ის ნახო ბლენდერის ნახოში ვარ. აი რაღაც ნახე ხო დადება. თუ უფასო მას. რა? აი დადება. მან აი თქვა ჩემ ბლენდერის ესო დავდა. უფასოა კი. აბა $1 დავადებ. და ეს არ გამოდგება ნეტა? რო დავაპატარავთ, დავაჭრილოთ. უფრო ცეცხლს გავს რა. აი მაინც დავამატებ თუ რამე გამოვიყენებთ მე. ხო, ამას აფეთქება მაინც აქ და აფეთქებას მაინც გამოვიყენოთ, ესეც დავამატოთ. მას ისეთ $1 გამომადგეს სამარიაჟოთ. რა? ის $10. აა, რა ჩასაიძე. თვითონ შეკვეთა მივიღე და აი მოდი ახლა მაშინ აი ეს დავტოვოთ, ეს დავტოვოთ. ის აღარ გვინდა მაშინ დავშალოთ ხო? ეს რაც არ გამოგვადგა. ტყილა რო არ. project-ს დავშალოთ. ხო, ტყილა რო არ იყოს. ის მელიას კუთრობა ხო? ხო. გაიდა აქ fireball, flame small, ship. აი ამას აქ flame small. ეს მეგონი მოუხდება. არ იქნება ცუდი. რო მოდრია. ხო, რო მოვატრიალოთ. ესეც. 360. აა 180. Something else. Nu დავაპატარავთ. Так, ჩავაგდოთ და მას რა ქვია მაგას? მაგას ქვია 2D pixel spaceship. Free 2D pixel spaceships და ფრჩხილებში აქვს 2 small ships plus explosions. პირველიც რა ორივე გადმოიწერა. იმიტომ რომ იმას ენემისთვისაც გამოვიყენებთ იმას. კაი, აბა ნახოთ როგორი არის. მას ორი და დავაპატარავთ. ორი პოსტიქნაზე გამოსხო. ხო და ეგორი ხო აქვს უკვე ამას. თვითონ. ხო და იმ მაგას ვაყვეთ, თვითონ მაგას რო ქონდეს ანიმაცია. და ეგორი ეს უბედესი ხო? და მესამეც რო ხო. დავტოვოთ და შუაში რო იყოს ერთი. აბა ნახოთ. კი. აი ხო იცი. ის რა ქვია? აი, ნახეთ იქ ჩვენ ანიმაცია მას. რა? აი ესეც ლურჯები უხდება გვერდით. რო დაიწყება თამაში. თავის ეფექტი ერთ სადელს ეგეთ. აი ნახეთ მას. რას? ანუ აი ამას გვერდებზე ხო აქვს? ხო. ეს ჩვენ ისინი. თვითონ მაგის ანიმაცია რო უხდება მას. ნუ ორი ცალით შეგვიძლია ესე რომ გავაკეთოთ. მარა არის ერთი ჯორი. ერთი მოხდა რა ის წვანეც რო იყო. ეს წვანე ისენიც რომ მუშაობს. წვანის შუისა ცეცხლი. ეს შუაში ლურჯის უხდება. Fireballs გამოვიყენებთ, ამას explosion-ი ქონდა კიდე. აი. ეგ თონი რაღაცა ყოფილა. დაჟე თვითონ ის ფეთქდება რა, ხო? ოკეი, კაია, ამასაც გამოვიყენებთ.
ესეც იგივეა ხო მე მგონი explosion controller არა ეს თავისი ისინი შიფი არის და ჯეს თუ რანაირად არის სპრაიტი არა აქვს უბრალოდ რატომაც სპრაიტებში შიფი არ არის ships again script ის თვითონ spaceship-ები არ მოყვა მარტო ეს ეფექტები მოყვა მას ჩავმოწოთ აბა აი მას შეიძლება მას აიქ სადღაც სპაიტებში გადადეთ დაჯერთ რომელიმეს აი ეგ ხო არის ეს რო ჩავამატოთ მაგრამ ეს უკვე აფეთქებული სავით არის მას ჩავმოწეთ ვნახოთ როგორია ეგ ფაინალ ბოსი იყოს მას უკვე რაღაც იმას გავს ეგ მართლა ფაინალ ბოსია ხო პრინციპში შეგვიძლია აი თქვათ ამას რო ჩავუგდოთ ხა ეგ ხო თქვათ ეს ფაინალ ბოსი კაი მე ავაწყოთ ეს მეკითხებოდი როგორი გქონდა არ გამის ხორჩამოდა კაი, მოდი ეგ გავაკეთოთ ახლა რომ შენც ჩააგდე ის პრეფაბიდან მან გადააგდე flame small რო ქვია. გადააგდე სცენაში ხო ეგ. იმას კენი player-ში ჩააგდე მერე. თვითონ ის. სადის ეს მოკიდე და player-ში ჩააგდე. რა სადის ეს თავი ჩემი და უიწყე სწავლა და მერე ჯეოლაბი არის და მან ვისწავლა. რამდენი 8-9 წლის ჩავიდა ხო? სკეილი იმაში rotation-ში Z-ის rotation-ში აწერე 180. მაგას უმელებ და ვიქონდა თავს. ძველი ძალიან ელა მუშაობდა. ეგ პოზიციონია rotation. Z-ის rotation-ში აწერე 180. მე დეფექტია გაქვს. რა? დეფექტია. ხო. 180 და რავი, scale-ზე მე 0.5-ი ჩავდი. ჰა? მინუს 1. იქიდან დებაგინგ გამოდიო. ნორმალზე დადი. ხო, მინუს 1. X-ი გამოდიო. ხო. და scale-ზე 0.5-ი ჩაუწერა მე. X-ზე და Y-ზე. ნუ Z-ზე მნიშვნელობა არ აქვს. ხო ჩავკეთეს. კარგით. ძილონად კეთავით. ცოტა კი შეგვეშინა. ერთხელ ხო იცი, აი ერთგან რომ მუშაობ რა კარიტას რო ახსენე. მან შვიდზე იკეტებოდა ხოლმე, მაგრამ დამლაგებული მოდიოდა. და 9-მდე რჩებოდა ხოლმე რა და მეც ონლაინ მქონდა ოღონდ სხვა გაკვეთილი და რჩებოდი ხოლმე რა. ხო და დამავიწყდა გაფრთხილება იმ დღეს რო რჩებოდი თუ მე მგონი გააფრთხილეს და იმას დავავიწყდა არ მახსოვს ეგ და მე სხვა უთხარი და იმას უნდა ეთქვა რა. ხო და სადღაც 8 საათი იყო რომ მორჩი
გაგვეცეს მოვჩი და აუდეკია ფეხზე და ჩაირთო სიგნალიზაცია. ანუ ოთახში ვზივარ, მოვჩი ლეპტოპი დახურე, ფეხზე წამოვდექი და სიგნალიზაცია რო ჩაირთოს არ მოიტკინე რა, მთელი შენობა. ყვირის და ცივი და გამოვედი რა, ოთახში ვიყავი, გამოვედი, ყველაფერი ჩამნენებული არის, ეს კართან არის რა, ეს სიგნალიზაციის ის რაღაც წითლად ანათებს, ყვირის და მოვარდა ბიჭო ის რა ქვია დაცვა რა ორგანიზაცია რომელიც იცავდა მაგ არ ჯერ მე თან იმას დაურეკე, ჩემ უფროს დაურეკე, ვინც მენეჯერი ვინც არის რა. უთხარი და იმან კოდი მითხრა და მოხსენ ის კოდი რო აღარ ეყვირა, იმიტომ რომ იმენ არ ჩერდებოდა ის რა ქვია სიგნალიზაცია რა. მე ეს მოვარდნენ ერთ 3 ტიპი იყო და აი ძალიან უხეშად მიყვიროდნენ რა, რომ რა გინდაო აქ რა საკეთებო, აი გარედან რა. ანუ ის კარები არის. ათუდაც ვერ გახსოვს შუშის ხო ვერ აღებინეს არ გქონდათ ის საკასახი. თვითონ ჩემს ვერ გადიხარ. არა, გასაღები არ გქონდათ კი არა, მე მქონდა, მე მივაწვიდი და ბარათი მქონდა რა, ბარათი შევდივარ ხოლმე, მაგრამ მე გაუღებდი, მაგრამ არ იღებოდა რა, ანუ სიგნალიზაცია რო ჩაირთო, ჩაიგდა ყველაფერი. ეტყობა ეგრე აქვს დაყენებული, რომ ყველაფერი იგდება რა, გასასვლელად. ხო და მან კიდე ხადაობა ის იყო, რომ ამ კარი ხო ჩაკეტილი იყო და გვერდით სულ შუშის არის რა ეს კარი და გვერდით იყო ფანჯარა, ოღონდ ეს ფანჯარა იყო ისეთი, რომ შემაღლებული შიგნით რაღაც თაროსავით იყო რა, სადაც ყვავილები და რაღაცები დევს და შეგეძლო იმაზე ასულიყო და ფანჯიდან გადასულიყო. ანუ ფანჯარა გავაღებენ და ეგრევე ლაპარაკებოდი რა. და აი ძალიან უხეშად ლაპარაკებოდა, რომ რა გინდა ვინ ხარო? ხო, ანუ ვინ ხარო? რა ყველაფერი მკითხა მე მგონი, რა საკეთებო აქო და რაღაცა. მე იმათ დაურეკეს უფროს დაურეკეს იქაურობის, რომ ნამდვილად მუშაობსო ეს ადამიანიო თქვენთან უნდა რაღაცა და მე ბოლო კარგად დამთავრდა რა. ყველაფერი. მაგრამ გადაობა იყო ეგ რომ აი ფეხზე რო წამოდექი სიგნალიზაცია რო ჩაირთო მეთქი რაღაც დავჯექი ისევ რა. და ბუზედას ის გამოდა. ხო, ანუ ეც ვინერული შემეშინ და საუბრით რა ვიღე ხა არ მინდოდა აქ სიტუაციაში ყოფილიყავი და ის ხო გადაობა. კაი ეს ჩავიდე ხო? კაი, ახლა როგორ გავაკეთოთ ანუ? შევიდა ზოლისას რომ გამოისროლოს. გამოჩნდეს ეს ხო? თავიდან არ ჩანდეს. რომ ჩავშინებ ხოზავს ფაილებში. ანიმატორს დააჭირეთ აბა. აქ? აი. ეს ანიმაცია აქ. გასაუდი? ეს დარჩენილი ფორტა და ვიშლენ სამჩიდო და ის დავიდო. არა, თუ რამე ამასაც გამოვიყენოთ მე იყოს. ხო, კაი, flame small გვაქვს. მოდი სახელიც გადავარქვა, თუ როგორც flame ერქვას, საკმარისია ჩვენთვის. და ნახე, unpack-ით შეგვიძლია რა ამისი. ეხლა ეს არის დამოუკიდებელი prefab-ზე. და შეგვიძლია რომ დამოუკიდებელი გავხატოთ რა. აი მარჯვენა ხილაკს თუ დააჭერ, ეს ხო გალურჯებულია, ეგ ნიშნავს რომ ამის prefab-ი არსებობს აქ. ხო, აქედან ჩავაგდეთ. მაგრამ შეგვიძლია ჩვეულებრივ ობიექტად აქციო. ანუ არა prefab-ად რა. მარჯვენა ხილაკს დააჭერ, მე prefab-ს შეხო და unpack completely. ამას რო დააჭერ, unpack-ს გააკეთებს და ჩვეულებრივ ობიექტად გადაიქცევს. ნიშნავს. პრეფოიდან გადავიყავს შვილები. აი შვილები თუ ყავს, შვილებს არ იმას არ გაუკეთებს რა unpack-ს. ასეც გააკეთებს. გაუკეთე? კაი. ეხლა ჩავაქროთ. მარჯვნივ checkbox ჩავაქროთ. თავიდან არ ჩანდეს ხოლმე. ახლა მე შევიდეთ script-ში, player script-ში. და აქ ხო გვიწერია player inputs. void-ი რო გვაქვს player inputs, space-ზე დაჭერით რო ვისვრით. ხო. ეხლა აქ ჩავწეროთ ახალი if-ი. ვაჭერთ თუ არა shifts, ხო?
შეგვიძლია ის მოვაკოპიროთ ზევით რო space-ზე და ჯერ აგვიწერია. ოღონდ get-ის მოგივიდეთ ეხა ჩვენ გვინდა. არა. get-ი არ გვინდა, shift რომ დააჭერდა და გეჭიროს. რო სწრაფად იარო რა? კი. ხო. მაშინ get-ი დავტოვოთ. ერთხელ დაჭერეთ რო შევდეს. ხო, მაშინ ერთხელ down ჩავწერდით აქ get-ი down. left shift shift რო აკრიფავ left shift გამოჩნდება. ხო. მარცხენა shift-ი. სუში ვარ მოგცემთ. ეს kiko დაუნდა. kiko shift ხო. ეგ get-ი უბრალოდ თქვით, ხო, ეს მოვაკოპირე, აი. მარტივად რა. არა, თრიადარ მარტო input get-ი down. ესე კიდე რო არის თამაში კიდე. ხო, ეგ არ მითამაშია, ვაპირებ მაგის თამაშს, ძალიან მინდა, ხო? ეგეც რთული არის. რთული თამაშია ეგეც, როგორც ვიცი. მე გამოწერილი ხომ წავშალ ვერ გავიგე. რენდერინგი დახურული გაქვს. რა? დახურული რენდერინგი. ბევრჯერ. ერთი 10 ჯერ. შეგვიძლია. ერთი 10 ჯერ, რა? არ გესწრებათ. არა. ანუ იმდენად დიდი არის, რომ ანუ ახლაც არსებობს ისეთი ადგილები, რომ სადაც არ ვარ ნაყოფი. რამდენი გიგაბაიტი ხდება? left-თან 60-მდე მეგონა. left-ში სამოცი? გასწნია. კი, იმიტომ რომ right shift-ი გულისხმობს ამას. ამ shift-ს და left-ი ამას. რამდენი არის? 60 გიგაბაიტამდე. ეს 300 როება. არა, 300 ბევრი. 118 მიჩვენა მე ტორენტი ფაილს ვიწერდი. შეიძლება PC-ის ვერსია ეგრე არის. PlayStation-ზე 300 იქნება GTX მართალი. აი GTX მართლა ვერ გაფიქრე. მარცხენაში თუ ვაჭერთ, აქ უნდა გაჩნდეს ეგ. და რო გაჩნდეს, ზევით შევქმნათ. move-ში დავამატოთ, ხო მე მგონი, ხა მოძრაობასთან არის კავშირში და move header-ი რო გვაქვს აქ, public game object იმიტომ რომ ის game object-ი აი ეს game object-ი შევინახოთ და უთხრათ რომ მე აინთოს რა აქედან. public game object flame და წავიდეთ აქ დავბრუნდით და აქ შევწეროთ რომ flame წერტილი set active true. set active true აკეთებს ამას. აი ხელით რაც გავაკეთე და აი ამას გააკეთებს set active true. ანუ ახაც იმოქმედებს რო ჩავთოთ, ხო? კი, ოღონდ უნდა ჩავაგდოთ ჯერ. ამას რო დავასეივებთ. ეგ ვოიდი ჩაგდებული გვაქვს. ვოიდი გვაქვს update-ში გამოძახებული, ეგ იმუშავებს. უბრალოდ ამაში flame-ში უნდა ჩავაგდოთ ის flame-ი რა. და ლიდერს ლებში ცნება. ჩხილი გაკლია ერთი დახურვის. თვითონ if-ის ჩხილი. So, დავასეივეთ ეს, გადავიდეთ unit-ში. მონიშნოთ player-ი და მარჯვნივ script-ზე გამოჩნდება flame და non-game object ეწერება. და flame-ი ჩავაგდეთ. flame ჩავაგდეთ, ჩამქრალი flame-ი, კი. ეგ არის. მაგრამ რო ვიღებ რჩება. არა იმუშავა. ანუ shift-ს დავაჭერე, ეგრევე აინთო. მივხვდი რა დამაც. ედა. force აღარ ვიწერია. ხო, მართალი. ეგ გამახსენდა, ვიღაც აღარ მახსენდა, რა შეწერა, მაგრამ ხო. true რო გავხადეთ. ხო. ეხლა ტრიგერი ანიმაციებზე. აი, ტრიგერი ანიმაციებზე არის. რომლეღაც ის სკრიპტი შეგვეწერა, აღარ მახსოვს force-ს რო გადააიღო. ნახე რა შეგვიძლია ამას ეს ხო არის get-ი და დაჭერას ხო გულისხმობს და ჩაჭერას რა დატოვებას თითის. და მე ვაუშვები როგორ. კი, get-ი აფიც არის აქ. ანუ აქ დავუწეროთ else if გავაგრძელოთ else if-ი. ანუ else if რას ნიშნავს? else if-ი არის if-ის გაგრძელება. და ნახე როგორ მუშაობს. ანუ იმ if-ის ხუთას else if-ი ამისი არ არის. ამისი არ არის, მარტო ამის if-ის გაგრძელება. ანუ ამ if-ის ეძოთ, ანუ ამის ქვევით else if ამის იმოქმედებს. ამის გაგრძელება იქნება ეგ. და როგორ მუშაობს, იცი? ზევიდან ქვევით ხომ მოყვება კომპიუტერი და ამას კითხავს და ამოწმებს. ამას უ შეამოწმებს, ეს თუ მცდარი დახვდა, მაშინ გადადის else if-ზე. თუ ჭეშმარიტია არ გადადის მაშინ. ეს თუ ჭეშმარიტია, შიგნით შევა ამას გააკეთებს და ამას საერთოდ დაივიწყებს რა. არც მივა ამასთან. მაგრამ თუ ეგ უბრალოდ სწორი ამაში ხომ შეგეთეს ეს მცდარი. ეს როცა მცდარი იქნება, მაშინ გადავა შემდეგ if-ზე. შემდეგი if-ია რა, ესე ვთქვათ, ერთ ჯგუფად აკეთებ რამდენიმე if-ს რა. და პირველი if-ი თუ მცდარი არის, შემდეგ if-ზე გადადის, შემდეგი თუ მცდარია, მე კიდე თუ გიწერე, კიდე იმაზე გადავა.
მირეკვანი მასთან. ეს შეგვიძლია მოვაკოპიროთ, აქ რაც გვიწერია get key left shift-ი. არა, ის input get key left shift-ი, ხო. ის მოვაკოპიროთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს. გადმოვიტანოთ აქ get keys დავუმატოთ up დიდი ut. აჰა. ანუ get key up იგულისხმებს, რომ აიღებთ ის მაშინ შესრულდება ერთხელ რა. და flames detective false-ი ჩაუწეროთ აქ, შეგვიძლია მოვაკოპირო ზევიდან და აქ false-ი ჩაწერო. კი. და ასევე ნახე ხა პრობლემა რა იქნება კიდე ჩვენთან ჯერჯერობით, რომც არ გამოძრავდე და shift დააჭირო, მაინც გამოჩნდება ის. და ეგ ხარ გვაწყობს, ჩვენ გვინდა რომ უნდა მოძრაობდე, რომ მაშინ გამოჩნდეს. კი. მას ნახეთ. როგორც გიშვებ, ჯერდება. ჯერდება რა, ქრება. როაჯერ ჯდება, რო უშვებ ქრება. მარჩინეს შევსე დაჭერის დროს. აი, აფი დაუწერეთ აქ. იგივე გვიწერია. მას ნაზრადეს ჩემიანს. ხო, მაგას დაუწერთ. რა თქმა უნდა. get key up. შეიძლება ამანაც რო წაიყვანოს რომ ცოდეთ და ერთი დრო იქნება მე რო ჩხერდებოდეს. ანუ რო ემატებოდეს სიჩქარე. შორლებრივი დავლით და shift-ით დაგეჭროს. ნელ აქსელერაციას აუტრობენ და დავლით შორდეთ ხომოძრავს. და shift-ით სამარტო shift-ს როძებ მაშინაც რომ მოძრაობდეს და მე ორივე shift-ს როძებით რო შეიგროვოს ის სიჩქარე. ხო, მაგრამ მარტო shift-ს დააჭერ სამ მოძრაობს მაშინ. მარტო ზევი? ხო. შეგვიძლია. დასამობ? მას ეს ხო თქვით რომ როდესაც მცდარი იქნება. კი. ეს მაშინ იქნება მცდარი, როცა აღარ დააჭერ. როცა აღარ დააჭერ. და რო აიღებ shift-დან, მაშინ შესრულდება get key up. ერთხელ რა, get key up ნიშნავს ერთხელ აღებას თითის იმიდან, ღილაკიდან და მაშინ false-დება, ანუ ქრება რა ის. კაი, ახლა ავასწრაფოთ, ხო? რო ავასწრაფოთ თვითონ პერსონაჟის მოძრაობა play სიტყვაში ტრანსლეიტი გვინდა, ანუ ისა. არა, ეს ხო გვიწერია უკვე. RB velocity-ც ხო გვიწერია, speed-ი გამრავლებული move-ზე, speed-ი გამრავლებული move-ზე. აი speed-ი უნდა გავზარდოთ. მას მე იქ გამოვიყენებ ისა, აი flames და if flame equals true და მე იმას გავაკეთებ როჯერ ხო? აი შეიძლება დაჭეროს speed-ს დაემატოს 5. ხო, ან ეგ მაგრამ რო დაემატოს არ გვაწყობს, იმიტომ რომ აქ ეს ხო სულ აკეთებს ამას, get key ნიშნავს რომ დაჭერილი რო გაქვს სულ კეთდება რა ეს. ხო, უსასრულოდ. და უსასრულოდ მოიმატებს. ეგ არ გვაწყობს. ჩვენ გვინდა რომ speed-ი გახდეს რაღაცა, დიდი რიცხვი. რამდენი გვაქვს speed-ი თავიდან? 9 გქონდა. speed-ი 10. რა არის? მოუში. აგერ 10 გვაქვს ხო. რავი 15 გავხადოთ. მოდი აქ ჩავუწეროთ რომ speed-ი უდრის 15-ს. და როგორც კი ავუშვებთ მე ხო 10-ზე უნდა დავაბუდოს 10. აჰა. speed-ი უდრის 10-ს. მას alt თავი არ მოქმედებს აქ. როგორ? alt თავი არ მოქმედებს. alt-ი არის აქ ის option. option-ის alt-ის მომდეთ option-ზე. ან option თავს აჯერეთ ამას. შეიძლება აქ თვითონ shortcut-ი არ მუშაობს თორე ისე alt-ის გაკეთება თუ გინდა მარტო alt-ი option-ი არის. აი ასე როგორც აი alt-ს შორჯერს ხაზზე. ეგ იმითი არის რა ქვია. command tab-ით. აქ ნახე მაგარი ვიზუალურად. ან შეიძლება ესე გავაკეთო. Linux-ს კიდე რა მაგარი მასობა Arch Linux. მაგთა ხო აი მასე აქვს როგორ ქენით მას? სამი თითი უნდა გაასრიო. მასე აქვს. აი საწერდით speed-ი 15, speed-ი 10. მოვანახოთ. მოდი ცოტას დავუკლებ ამის სიჩქარის, იმიტომ რომ დიად არ ეტყობა ახლა რომ
7 იყოს თავიდან. ხდება 15 კი. ამ სიჩქარით დადის. ой, ხაშკარად სწრაფი არის. ძალიან სწრაფი. რო უშვებ მე ისე მაგრამ ბენზინის ავზით უნდა კონდეს და. ხო, ეგეც დავამატოთ ვაჭრობთ. რაღაც ენერგია რო კონდეს და ეცლებოდეს რა. Shift-ს რო გამოიყენებ და მაშინ დავცალოთ. მუშაობს? დიახ. შეიძლება ხო, მეც ეგრე ვიზამ, იმიტომ რომ 15 ხო, 7 იყოს აქ. და 15 ძალიან ბევრი ხო არ არის. აი იყოს ვიწერობთ. ხო, კიდე რა დავამატოთ ახლა იცი ბარე მოვასწრებთ. გასვლა რო არ შეეძლოს ახლა პლეიერს ხო შეუძლია გასვლა. გარეთ. კოლაიდერი. კამერას აცხადებს იმას შემოღოთ კოლაიდერი. ნახე, empty game object შევქმნათ, create empty. დავარქვათ wall. move tool-ზე გადავერთოთ, რომ ისრები გავუშვათ, რომ ფერი არ კონდეს. გამოძრავება შევძლოთ და აი აქ დავაყენოთ თქვათ. და სეტი გამოვოთ. სადაც მარცხნიდან დააყენე და add component-ით მივავართ box collider 2-დე. ესეთ პატარა კვადრატს მიაბამს, მე edit-ს დავაჭიროთ და ან edit-იც არ გვინდა, ნახე, size-ი აქვს აქ. Y-ზე გავზარდოთ 10 იყოს თქვათ, 15. გავიგე 15. რაღაცა ეს. ხო, 15 და ცოტა ისე მოწიე რომ აი კამერასთან ახლოს იყოს თვითონ ის რომ ამას მიეჯახოს ხოლმე რა, გარეთ არ მას მეორე უნდა იყოს ხო? მას კამერასთან მეორე უნდა იყოს. როგორ? ანუ როგორ ვთქვით, ანუ ეგ 4-ის არის გაკეთება რომ მოგეჭოს ესე კი არა. აბა? აი დაიჭერეთ მას edit collider-ში. აი ეს რო დავაჯინოთ აი ამას. ან ერთი აქ, ერთი წუთი. ხო, მაგრამ ამას ვერ გამოტოვებ მე კამერას. ან ერთი collider-ით ვერ იზამ მაგას. მაშინ edge collider-ით შეიძლება ეგ რო ესე მოხაზო, მაგრამ edge collider-ი ცოტა ისე. edge collider-ში აღმოჩნდება ამ შემთხვევაში. ხო. edge collider-ი ცოტა ისეთია რა, სუსტი არის ვიდრე box collider-ი. ანუ ამაში უფრო ვერ გაივლის ვიდრე edge collider შეიძლება გაიაროს. იმიტომ რომ მარტო ერთი ლაინია რა. და ეს კიდე ესე box-ი არის და სავსეა ესე ვთქვათ. ამიტომ ამას გავუკეთოთ დუბლირება. გადავწიოთ margin-ი დავაყენოთ. აი კამერასთან სადღაცა ეს ახლოს. მას თამაში არ შემიშნე მოგიდენთ. არა ხო, ეს შეამჩნევ. მე კიდე დუბლირება გავუკეთოთ მესამედ და ეს ამოვატრიალოთ. 4 საათი. ნუ გაზამოგვიწევს ის. ხო. ეს იყოს ამის Y იყოს 20. სად? აი არა მოსი rotation-ში აი debug-ს მოშვები მაშინ ხო? შეიძლება რაღაც ხოდი არის რა ვიცი. W არ გამოიყენები არასდროს. ოკეი და ამას გავუკეთოთ მე დუბლირება და ჩამოვწიოთ ქვევით. მაგრამ ნახე ხა რა პრობლემა გვექნება. პლეიერი კი ვერ გავაშინით, მაგრამ NM-ები ხო გარჩდებიან. ისინი ტრიგერები ჩავუშვით. მაგრამ ტრიგერები ჩავუშვით გაივლის მე პლეიერიც. პლეიერის ისო იყოს. ალბათ ძალიან სუდია. ნახე საწყალთ იქიდან მესვრიან ნახე. მე ახალ თამაში ვქნით. არ ჩანს NM-ი და ისე გესრ. ხო, გავტესტე ვერ გადის პლეიერი, მაგრამ ისინიც ვერ ხარ შემოდიან. ნახე ხა რა შეგვიძლია. აქ შეგვიძლია რაღაცა ლეიერები შეუქმნა, აი როგორც თეგებს უქმნით ხოლმე რა, რაღაც ობიექტს რო თეგს მიანიჭებ. რომ აი ამ თეგი ეს თეგი აქვს ამ ობიექტს. ეგრე შეგვიძლია ლეიერები შექმნა. აი აქ არის ლეიერები თეგების გვერდით რა.
და მე ორ მოქმედებს ვისთვის არა. ორ სხვადასხვა layer-ს შორის შეხება შეგვიძლია გათიშოს საერთოდ. ანუ enemy layer შევქმნით, მე wall layer შევქმნით და enemies layer-ის ობიექტს და wall-ის layer-ის ობიექტს ერთმანეთთან შეხება აღარ შეეძლებათ რა. ახლა აი wall-ი მონიშნული გვაქვს margin layer რო აწერია default რო აწერია თეგების გვერდით. მას wall 2 ავრიჩიოთ. ესე კუთხეში. მას wall 2 ავრიჩიოთ ჯერ რომ შემოვიდეს. ჩამოვშალოთ add layer და აქ ჩავწეროთ wall, აი ცარიელ ადგილას. და კიდე ჩავწეროთ enemy. enemy layer-იც რო იყოს, ახალი იყოს enemy. ოკეი, მე წავიდეთ wall-ზე. 4-ვე wall-ი მოვნიშნოთ shift-ით. და margin ზევით ისე layer-ები ჩამოვშალოთ და ჩვენი შექმნილი wall-ი დახვდება აქ წესით. ნორმალი არის და ესეც არის. ორი შეხება თავიდანეს. default ჩამოშალეთ. layers და აი ჩაწერე ხო? საერთოდ რა. Так, ქვევით enemy. ახლა მონიშნე 4-ვე და აირჩიე wall layer. მე წავირჩევ და enemies prefab-ზე წავიდეთ ახლა. სად არის enemies prefab? და აი აქ layer-ებში ავირჩიოთ enemy layer. ოღონდ enemy layer-ზე მოგთხოვს რომ შვილებსაც შეუცვალო? და node-ის object only აირჩიე რომ enemies მარტო enemies შეეცვალოს და არა enemies შვილს. enemies შვილი არის bullet point-ი და რა თქმა უნდა რომ მაგას enemies layer-ი კონდეს. მას რა ცვლილება არ იქნება მაინც. ხო არა. მაინც არა collider აქვს. მიაბი enemies enemy layer-ი? აი მან. node-ის object only აირჩიე. მარტო ამ ობიექტს მიაბავს layer-ს. აი ხა რომ უნიშნო, აი enemy layer-ი აქვს. wall-საც აქვს wall-ის layer-ი. მას ნახოთ აბა. ეხლა არა, ეხლა მარტო ამით არ ხდება ეს. ეხლა უნდა გავთიშოთ ამათ შორის შეხება რა. ეხლა შედიხარ edit-ში, მარცხნივ ზევით, მერე project settings და აქ მარცხნივ წარწერები არის, ავირჩიოთ physics 2. მაგან ჩავუმატეთ ხო ეს vertical და horizontal. კი, physics 2-დე. მას როლიდან ჩავუმატეთ აბა. აქ იქ ჩავუმატეთ ჩვენ input manager-იდან, აი აქ. horizontal და vertical. კიდე როები არის მას? ბევრი რაღაცა მას დაჭერა jumpy, fire და ასე შემდეგ. physics 2-დე გვინდა აქ, მე layer collision matrix რო აწერია, ტაბი რო აზევით. აი მან ხო, მაგაში გადადი. აქ არის მატრიცა ამ layer-ების რა, ანუ მარცხნივაც layer-ების სახელებია და ზევითაც. და ხო, რომელ შეეხება და მაგათ გადაკვეთის წერტილი უნდა გავთიშოთ რა. ჩვენ გვინდა რომ wall-ისა და enemy-ის გადაკვეთის წერტილი გავთიშოთ. enemy ზევით არის, wall-ი მარცხნივ არის, აი ეს უნდა გავთიშოთ. So. ჩავთვალე ხა და მივხვდი. So, enemy შემოდის. მე ვეღარ გავდივარ. ზევითაც ვეღარ გავდივარ. ქვევითაც ვეღარ გავდივარ. მას შესაძლოა. ოპა. ძალიან ჩარჯია. ძალიან სწრაფი არის. ცოტა მე მგონი შევანელოთ 12 მაინც იყოს. მას სკრიპტ ვიწერია ხო? სკრიპტ ვიწერია. მარტო რომ მოხდეს მისი რომ იყოს აი უგურებენ დაბლა უფრო ჩხარა ჩამოდის ნიტრო დაბლა როგორ ჩამოდის. აი. ხო. ახლა ცხვირზე მივმაქროთ რა. ხო. უკან რო ნელა მოძრაობდეს ხო? ხო, ანუ ხო. კაი, დღესთვის დავამთავროთ.